ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ხელისუფლებასთან შეხვედრებით დაასრულა. მათიას იოშმა და კასტრიოტ ისლამიმ პარლამენტში სტუმრობისას ქართულ კოლეგებთან იმ ვალდებულებებზე ისაუბრეს, რომელიც ქართულ მხარეს ევროპის საბჭოს წინაშე აქვს ნაკისრი. პარლამენტის თავმჯდომარის გავაცანით ევროსაბჭოს მოთხოვნებისია, რომელიც საქართველოს ჯერ არ შეუსრულებია. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თქვენი ქვეყნის წინაშე დგას. განსაკუთრებით აქტუალურია ეს გამოწვევები მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე. დარჩენილია რამდენიმე ვალდებულება, რომელიც უკავშირდება უმცირესობების უფლებებს და ამ კუთხით, როგორც ბატონმა იოშმა აღნიშნა, იგეგმება გარკვეული ღონისძიებები. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ. საუბრის თემებიც იმ უწყებების შესაბამისი იყო, რომელშიც უცხოელები სტუმრად იმყოფებოდნენ. ტოლვითა პრობლემებზე კობასუბელიანთან იმსჯელეს, დევნილთა დაბრუნება თემური იაკობაშვილთან განიხილეს. რელიგიური უმცირესობების ინტერესების დაცვაზე სახალხო დამცველის აპარატში ისაუბრეს. ზოგადად საუბრები იყო დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იყო საკითხები დასმული იმასთან დაკავშირებული, რომ როდესაც ხდება რელიგიური ნიშნით დანაშაული ადეკვატური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან ამას არ გაეცემა ხოლმე. დღესვე მათიას იოშმა ოპოზიციის იმ ნაწილს უპასუხა, ვინც მის მიმართ უნდობლობას გამოთქვამს და ხელისუფლების მხარდამჭერად მიიჩნევს. ასეთი ბრალდებები ახალი არაა, მუდმივად მადანაშაულებდნენ ვიღაცის მხარდაჭერაში, მაგრამ მე მხარს არ ვუჭერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩემი მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა. იმაზე, რაც სიმართლედ მიმაჩნია, ვამბობ, რომ კარგია და პირიქით, უარყოფით მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება მაქვს. მათიას იოში და კასტრიოტ ისლამი საქართველოს გამთენიისას დატოვებენ. ოფიციალური შეხვედრები ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა გუშინ ოპოზიციურ სპექტრთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებით დაიწყეს. თუმცა საუბრის თემები არც ვიზიტის მეორე დღეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს შეცვლილა.